ომები, ტყვეობა და საბედისწერო გადაწყვეტილება მას ხოვდნენ მიიღო მუსლიმანობა, თუმცა კეთილ დედოფალმა სხვა გზა აირჩია. ვარ ღმერთს არ ვავდა. სიყვარულს ხშირად სიტყვებით ხსნიან, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებმაც მისი ფასი საკუთარი სიცოცხლით გაზომეს. სწორედ ასეთი ისტორიის გაცოცხლებას ცდილობს სპექტაკლი ქეთევან-წამებული, რომელიც თავისუფალი თეატრის სცენაზე მაყურებელს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად შთამბეჭდავი ისტორიული ფიგურის ცხოვრებას ახსენებს. ქეთევან დედოფლის ამბავი ამჯერად კლასიკური ისტორიული დრამის ფორმით არ არის მოთხრობილი. რეჟისორმა გიგი ლორიამ თანამედროვე თეატრალური ენა აირჩია და ისტორიული სიუჟეტის, სიმბოლოების, პლასტიკის, მუსიკისა და ვიზუალური სახეების მეშვეობით გააცოცხლა. თქვენ იცით, რომ ჩვენ რამდენიმე სპექტაკლი გვაქვს გაკეთებული და მათ შორის საერთაშორისო წარმატებებიც გქონია, მაგრამ ეს სპექტაკლი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ წმინდას ვეხებით და მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ქეთევან-წამებულის ისტორია დიდი სიყვარულით და პატივისცემით გვეკეთებინა და ეს ისტორია მოგვეთხრო ქრისტიანული, სულიერი და თან ამავდროულად თანამედროვე თეატრალური ხერხებით. ფორმას რაც შეეხება ძალიან მრავალფეროვანი სპექტაკლი გამოვიდა. აერთიანებს სპექტაკლი სიტყვას, პლასტიკას და ყველაფერი არის სიმბოლოებით და არქეტიპებით არის მოთხრობილი და ჩემთვის მე მგონია, რომ ყველაფერი მიუხედავად ამისა, რომ სიმბოლოებით არის მოთხრობილი და არქეტიპები, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება ის, რომ ყველაფერი გასაგებია. სპექტაკლის ერთ-ერთი მოქმედება ინდოეთში ვითარდება, სადაც ქართველი ტურისტები ექსკურსიაზე იმყოფებიან. ადგილობრივი გიდი მათ ქვეყნის ღირსშესანიშნაობების შესახებ უყვება. საუბარი კი ნელ-ნელა ქეთევან-წამებულის ისტორიამდე მიდის. ქართველი დედოფლის რომლის წმინდა ნაწილების მნიშვნელოვანი ნაწილი საუკუნეების განმავლობაში სწორედ ინდოეთში ინახება. ეს რეალური ისტორიული ფაქტი სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ღერძად იქცა. ვინც ამ პროცესს ხელი შეუწყო, არსებობს ესეთი კაცი, დარისპან პრაშერი, რომელიც მე გავიცანი და ეს ისტორია იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის, რომ მთლიანი სპექტაკლის ამბავი ავაგე ამ ამბის ირგვლივ. სპექტაკლის შექმნაში მრავალფეროვანი შემოქმედებითი გუნდი მონაწილეობს. თეატრ ანარეკლის დასთან ერთად სცენაზე თავისუფალი თეატრისა და მოწვეული მსახიობები არიან. სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის წარმოდგენის განსაკუთრებულ თეატრალურ ენას, სადაც სიტყვა, მოძრაობა და მუსიკა ერთიან მხატვრულ სივრცედ იქცევა. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველას თავისებური განსხვავებული გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რა თქმა უნდა, როგორც გაზრდისთვის, იგივენაირად სპექტაკლს ძალიან საინტერესოს და განსხვავებულს ხდის. ჩემ როლს რაც შეეხება უშუალოდ ამ სპექტაკლში, მე ვარ იმდროინდელი ქართველის განმასახიერებელი როლი მაქვს, ასე რომ ვთქვათ და ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ჩემთვის, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ქართულ კულტურასთან, უშუალოდ ცეკვასთან. ცეკვა ასევე თანამედროვე ცეკვას, ჰიპ-ჰოპს და დღეს ჩემთვის ეს ქეთევან-წამებულის თემაზე შეხება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან მნიშვნელოვანია ის თუ რა ენით გადმოვცემთ ჩვენ ამას მაყურებელს. ვარ მეფის როლში, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მეფეებს და იბრძვის ქეთევან-წამებულის თავისუფლებისთვის. ზოგადად მეხმარება წინა გამოცდილებები კინოდან, ქორეოგრაფიიდან. ეხლა როგორც მსახიობი და ფიზიკური თეატრის ესე ვთქვათ, მსახიობს მიწევს ცოტა სხვა დავალებების შესრულება, რაც ძალიან საინტერესოა და დამიგროვებს უფრო მეტ პრაქტიკას ამ მიმართულებითაც. მე ნანა მქვია და ნახევრად ქართველი ვარ და ნახევრად ნორვეგიული და ნორვეგიაში დავიბადე. და ახლა ცხოვრობ
საქართველოში ცოტა ხნით და ინდური მოცეკვავე ვარ სპექტაკლში. იმიტომ რომ 3 თვე ვცხოვრობდი ინდოეთში შარშამ. ძალიან საინტერესო გამოცდილება არის ჩემთვის, იმიტომ რომ საქართველოს ისტორია ძალიან საინტერესოა. სპექტაკლზე მუშაობა დაახლოებით 3 თვის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში მსახიობები და შემოქმედებითი ჯგუფი ინტენსიურ რეპეტიციებს გადიოდნენ, რადგან ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის მქონე პერსონაჟებისა და მოვლენების გაცოცხლება თითოეული მათგანისთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მსახიობები აღნიშნავენ, რომ სპექტაკლზე მუშაობა მათთვის არამხოლოდ პროფესიული გამოწვევა, არამედ საინტერესო შემოქმედებითი გამოცდილებაც იყო. ვფიქრობ, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვცდილობთ ამბის თხრობას, არის ძალიან განსხვავებული. ვფიქრობ ახალი და მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ქორეოგრაფიის სახით მოყოლილი ქეთევან-წამებულის ამბავი ძალიან განსხვავებულია. რთულია, მარტივი ნამდვილად არ არის, მოითხოვს ფიზიკურ მომზადებას, იმიტომ რომ ფიზიკურად მარტივი არ არის. დაახლოებით 50 წუთი სულ მოქმედებდე. მაშინაც კი, როდესაც გაჩერებული ხარ და არაფერს არ აკეთებ, მაშინაც უნდა მოქმედებდე რა. გაჩერების უფლება არ გაქვს. სპექტაკლ ქეთევან-წამებულის პრემიერა, რომელიც მაყურებელს სიყვარულის, თავგანწირვისა და რწმენის სიმბოლოზე ქორეო დადგმით მოუყვება, თავისუფალ თეატრში დღეს შედგება.